შეიძლება რამოდენიმე მიკროფონი. ხო. ემიგრაციაში ვარ 10 წელი. მოგეთ სათავე უნდა გამოსავლის ძიების სათავე არის. შესაძლოა შეგვიძლია ხალხი და შეგვიძლია უნდა გავხდეს ყველასთვის. საქართველოს ჩვენ მეგობრებო ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ემიგრანტები ხალხს აწარმოებს. არაფერი ფასეული არ ვარ ჩვენთვის. არც კითხულობენ. ერთადერთი ის ხმა, რომელიც ემიგრაციას შეუძლია საქართველოში გადაარჩინოს საქართველოს და ქართული მოსახლეობა არჩევნებს გულისხმობ. თქვენ წარმოიდგინეთ იმის საშუალება და უფლება წარმოწეს. რომ უნდა გახსნილიყო დაახლოებით 60 უბანი საფრანგეთში ცხოვრობდა საფრანგეთზე გეუბნებით. ერთი უბანი დაამატეს და იგიც იმავე ადგილას, იმავე სართულზე, სადაც ამბეცებობს დაახლოებით 12 კვადრატი ოთახია. თქვენი ჟურნალისტები, უბრალოდ თავარი ჟურნალისტი, ნათიას და იყო იქ, აიგო, და ჩვენი ზურა პეტროსია. ისინი აშკარებენ ამას. ეს ყველაფერი რაც მინდა რომ თქვა არჩევნებთან დაკავშირებით და რომ არაფერს აწარმოებთ. ჩვენ ასეული ხალხი არა ვართ ემიგრანტები ივანიშვილის რეჟიმისთვის. მაგრამ თავარი რაც არის ხალხო თქვენს გეხებათ ჟურნალისტებს და უნდა თქვათ რომ დაოძახებენ ტელევიზორში იმ კატეგორია ხალხს. იცი რა არის ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციის არაფერი ამწავს მე. ხელოვნურად რო შექმნა ივანიშვილმა იმ ოპოზიციას რა უთხარი. აი ზუსტად იმან მიიყვანა საქართველოს და ჩვენ გვაქცია ემიგრანტები. აქ ალბათონები არის წარმოდგენილი ევროპარლამენტარები და ბატონი გობხამილტონს უსმენდი. აი ამ ადამიანმა თქვა 2006-2008 წელში მე წარმოვადგენდი საქართველოში ამერიკას ჩამოდიოდი და იქ სხვანაირად იყო ყველაფერი, მაგრამ 2021-2023 წლებში როცა ჩამოვედი და ვკითხე ამბავი აქ თქვენ არ უნდა მეთქვა ის რაც ვქვი. სწორად გავიგე ამ ადამიანის თქვა. იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ვინც თამაშობს ივანიშვილის თამაში მოიტანა დღემდე ეს ყველაფერი. სანამ ამას არ იტყვის ყველა. მანამდე საქართველოში არაფერი არ შეიძლება და გამოსავალი იცი რა არის მეგობრებო. ეხლა ჩვენ აქ ვსჯელობთ რა საკითხებზე, ვსჯელობთ იმაზე რომ რაღაც გრძელვადიანი პროცესები, აი გრძელი ვადა უნდა წავიდეს, რამდენია ეს გრძელი ვადა? ავა 2-3 წელი და საქართველო არ ერთსებებს, სამთვეში არ იქნება. იცი რატომ? იმიტომ რომ ჩაატარებს ივანიშვილი ეგრეთ წოდებულ გამოკითხვას, აბა რომელი გინდა? ევროპა გინდათ? თუ რუსეთი გინდათ? არა, გამოიყენებენ ამას. ამ სიტყვას გამოიყენებენ. როგორც გამოიყენეს დემოკრატიული საქართველო თავის დროზე 2012 წელს. და ოპერაცია, რომელიც ჩაატარა და უთოფოდ დაიპყრო 2012 წელს ეს იყო ზუსტად რა რუსეთის მხრიდან. ასე გვაქვს საუბარი. ჩვენ ახლა მადლობა პირველ რიგში თამარი აქ არის, ზურა აქ არის, ინიციატორები ამ საქმის. რა თქმა უნდა ეს კარგია და ყველა შეხვედრა ემიგრაციაში და აქტიურობა. ერთადერთი რესურსი დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის მე ვფიქრობ და არა მარტო მე ძალიან ბევრი საზრი იქნება. ეს არის ქართული ემიგრაცია, რომელმაც შეეძლო ემიგრაციამ შეეძლო მოლდოვის მაგალითი გვაქვს არაერთხელ მითქეს. ჩვენ თუ ხალხი ვართ და ერი ვართ და რამე ფასეულს წარმოვადგენთ, იმას კი არ უნდა უყუროთ იქ რომ გამოაგორებენ არ მინდა სახელების და გვარების დასახელება იმ ავასაკი ხალხის. ვითომ ოპოზიციას რო წარმოადგენს. აი მათმა ჩააგდო ეს ყველაფერი ქართული დღეს რომ ახლა აქ საუბრობ ჩვენ ჩემოდნებს ეს ის ხალხი და ემიგრაციაში მოდის. იცი რა არის უბედურება?
უბედურება ეს არის, რომ სიმართლეზე თვალი დავხუჭეთ ყოველ თვის. 2021 წელს, როცა ჩამოვიდა პრეზიდენტ სააკაშვილი საქართველოში, დაათხოვეს მისამართლებლად ეს ადამიანი. და ხმა არ მოიყო ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ. აი მიზეზი და უბედურება, ყველა უბედურების სათავე ეს არის. ამაზე ვილაპარაკოთ ხალხო. აქედან დავიწყოთ, სიმართლით დავიწყოთ და მაშინ იცი როგორ გაიხსნება ყველაფერი. ის კი არა შეფუთული რაღაც გამოაგორებენ ამ უნამუსო ხალხს მოდიშიდა. და იცი რა სიგზავნება. ამ ყველაფერს ევროპელებიც უყურებს, ამერიკელებიც უყურებს და იცი ხვალდაზე. ბატონო დავით, ბატონო თამარ, ბატონო ეს საერთოდ არაფერ ყურადღებას არ მოგაქცევთ. იმიტომ რომ სიმართლეს არ უწევთ. შეფუთულ რაღაც იმას ვამბობ ჩვენ. აი სიმართლე შოიტუს ყველა. აი მაშინ დააფასებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. დაგვეხმარებიან კიდევაც, ერთად რო დავდგებით და სიმართლით რო რა უფლება გვაქვს მიზნე ვილაპარაკოს, ვის გაუკეთებია მის შესაძლებლობზე მეტი, ვინმე მის შესაძლებლად ამონათლოს. ძალიან ხოთ. მამაჩემს არ მითვალისწინებთ. არ მითვალისწინებთ. მე ვილაპარაკობ იმას, რაც სწორად მიმაშინე. იმ ადამიანმა გააკეთა იმასე დიდი ქართველი, მე საქართველოში დღესდღეობით ეონებოც არ მეგულება და მეხუთე წელია ტოვებაში ადამიანი. ვიღაც ავანტურისტები გამოყავ ტელევიზორში და იმათ აპიარებთ. რაღაცას არ ითვალისწინებს არავის სიმართლე უნდა ელაპარაკოთ ხალხო. მე უხერხულება რომ გავაჩერდე. აი იქიდან დავიწყოთ. ემიგრაცია საშუალოზე რო გააკეთოს, აი ბატონო ზურაბს. ბატონი თამარი ხო? მე ვარ ხო ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი ვიქნებით, ვინც დაიკავოს საქართველოს დროშას. და დაუწევება ემიგრაცია. ემიგრაცია უნდა გაერთიანდეს. ემიგრაცია უნდა დაბრუნდეს საქართველოში, ემიგრაცია უნდა მიადგეს ივანიშვილის კოდლას და დაიტანოს იქიდან. იმიტომ ჩვენ არაფერი არ ვართ იმათთვის. არაფერი, არა. აი ეს არის აქცენტი რა ვთქვა. აი ეს. მადლობა ყველას.